ერთ კონკრეტულ დეტალს და ერთ შეხვედრას გავიხსენებ 2016 წელს, როდესაც გერმანიაში შევხვდი ქართულ ადამიანს, რომელიც მეფუტკრე გახლდათ და ის საკმაოდ დიდ ბიზნეს ფლობს და საკმაოდ კარგი მეფუტკრეა და ანუ ითვლება რომ დარგში საკმაოდ დიდი სპეციალისტია. მასთან მქონდა საუბარი და სხვა შორის ერთ-ერთი იმაზე იყო შეხვედრაზე ჩამოსული, სადაც გერმანიაში ტარდება ხოლმე ეს მეფუტკრეების შეხვედრა და აუქციონებით არის, სადაც აგემონებენ. სხვა შორის მე არ ვიცოდი და მან მითხრა ესეთი რამ, რომ აი მიუხედავად იმისა, მე სხვა შორის ძალიან საგანო უთხარი, რომ მითხრა ხა ამ პირამ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ხდება თქო ეს და მან მითხრა, რომ კი, ნუ ჩაუბრალოდ იყო შეტანის რაღაცა სტანდარტები არსებობს, თუმცა მითხრა, რომ ეს არის ძალიან ცუდი რაღაცა ჩვენთვის და ის იყო საკმაოდ უკმაყოფილო, იმიტომ რატომ მეთქი როცა უთხარი. ნუ არის ასეთი სტანდარტი, მაგალითად, კი ბატონო, შენ შეიტანე თაფლი, თუმცა ამ თაფლს აქვს თავის სტანდარტები. მაგალითად, თაფლი მუდმივად ყოველთვის უნდა იყოს კონკრეტული ფერის, კონკრეტული გემოვნების. და ამას იქ სხვათა შორის ამოწმებენ. და ამის მექანიზმებს არასდროს შეამოწმა. ქართული თაფლის შემთხვევაში, ნუ ეს კაცი მესაუბრება თავის კონკრეტულ იმ არეალზე და ზონაზე, სადაც მას მუდგარი მოყავს. ის აკმაყოფილებს, ნუ გემოვნები და ამით ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ის ამბობს, რომ მე ვერასოდეს ვერ მექნება ერთი და იგივე ფერის და ერთი და იგივე გემოვნების თაფლი. თუნდაც იმ სტანდარტებით და განსაკუთრებით სტანდარტით, რასაც თავაზობს მე ევროკავშირი მეუბნევ. შენ მოგა კი ბატონო, აბა დააკმაყოფილებ კი ბატონო. გერმანიაში ამას აკმაყოფილებენ. რატომ ხდება ეს საქართველოში? ანუ ფუტკარი, რომელიც მე მყავს, მაგალითად მომყავს და მაგალითად სურამში მყავს რა დღეს ფუტკარი. ფუტკარი, რომელიც წავა გაცდება რაღაც არეალს და მოიტანს ამიტომ სხვა სცენარისგან ფერი ავტომატურად იცვლება. გამორიცხულია მე აი უნიკალურად ყველას მოწონს გემო და გიждებინა გერმანიაში ყველა ფერი მოიგო ამ კაცმა. შეიძლება ითქვას და საკმაოდ მეამაყება კიდევაც უწევს კონკურენციას გემოვნებით, მაგრამ იმ სტანდარტს, რასაც ევროკავშირი ამ ასოცირების ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს. მეორე კარი ფიტოსანიტარიული ნორმები ეგ არის რა. ხო, აი აქედან გამომდინარე მე უკვე გავაანალიზე და მივხვდი რომ ეს ფაქტურად ნიშნავს რომ ვერ შეხვალ. კი? კი. კი ბატონო წერია, მაგრამ მაშინ დააკმაყოფილეს. ასევეა გემოვნებაზე. ეს ფილმი როა, რაც გინახავს ვეღარ ნახავს. ეკუთვნის შვილო ეკუთვნის, მაგრამ არ ეკუთვნის